როგორ უნდა მოიქცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სასაფლაოზე, ისე რომ არ დავზიანდეთ, სწორად ჩავატაროთ ყველაფერი ისე როგორც სულიერად არის საჭირო და ასე შემდეგ. აგიხსნით სასაფლაოზე მოქცევის მექანიკას, რომელ მექანიკასაც ყველა იცავს, ვისაც კი ანაბანა ესმის სულიერებაში, ეზოთერიაში, შავი მაგებიც კი ამ მექანიკას იცავენ, რადგან აუცილებელია ამ მექანიკის დაცვა. სასაფლაო არის ცალკე განზომილება. ცალკე მიწის ნაკვეთი კი არ არის. ის არის ნეკროენერგიის კონცენტრირებული ადგილი, სადაც უამრავი სული არის ერთად მოქცეული, როგორც ერთ კასრში ათასობით რაღაც ჩადო და მოაქციო. სულები სწორედ ესე არიან სასაფლაოზე. სასაფლაოზე უამრავი სულია ერთ კასრში მოქცეული. ამ ტერიტორიაზე არის მთელი იერარქია სხვადასხვა სულების, ძირითადად დაბალი სულების, რადგან იქ ძირითადად არიან მოუსვენებელი სულები. მოსვენებული სული ზემოთ არის, მაგრამ ჩვენ რომ საფლავზე მივდივართ და პატივს მივაგებთ სულს, ამით პატივს მივაგებთ იმ სულს, რომელიც ზეცაშია უფალთან. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების უმრავლესობა ცუდად ცხოვრობს, ბოროტებაშია და ასე შემდეგ, ან შავ მაგიაშია, ხო, შავი მაგიც იქ არის დასაფლავებული. სადმე ცალკე კი არ არის შავი მაგების სასაფლაო ან ცუდი ადამიანების სასაფლაო. ამიტომ ესეთ კასრში, ამ სივრცეში, სასაფლაოზე უამრავი მოუსვენებელი სულია. ამ სულებს კონკრეტულ სასაფლაოს ყავს თავისი მართველი იერარქია არის და შიგნით მთელი ეკოსისტემა სულების. ეხლა შევეხები ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საკითხს. ესე იგი, გავიგეთ, რომ სასაფლაო არის უამრავი სულის კასრი, რომელ კასრშიც უამრავი სული არის ერთად ახლოს ბევრი. გავიგეთ, რომ ამ სულებში უამრავი მოუსვენებელი სულია, რადგან ცხოვრებაში ბოროტებით ცხოვრობდა. და როცა შენ სასაფლაოზე შედიხარ, სწორედ რომ ესეთ კასრში შედიხარ, სადაც უამრავი მოუსვენებელი სულია. ნურაფრის ნუ შეგეშინდება, ყველაფერს აგიხსნი, როგორ უნდა მოიქცე ისე, რომ გარანტირებულად დაცული გამოხვიდე. შეხვიდე, მიაგო პატივი გარდაცვლილს და გამოხვიდე. მაშასადამე ესეთ სივრცეში, ესეთ კასრში, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მოუსვენებელი სულია, ესეთი სულები არიან როგორ მდგომარეობაში, იცით, როგორც ქანქარა. საკვარისია რაღაც მიზეზი მიცე, იხმაურო და ყველაფერს გეტყვი როგორ უნდა ქნა, ან იყვირო, ან რაღაცები აკეთო, რასაც ქუჩაში აკეთებან ისე, რომ ის ღიზიანდება, მიზეზიც არ ჭირდება, ისედაც გაღიზიანებულ მდგომარეობაშია. და შემდეგ უკვე ადამიანს ესხმის თავს, ან მიყვება. როგორც ეხლა ქუჩაში ვიღაც აგეკიდოს და გეჩხუბება და რატოქენი ეს, რატოქენი ის, ისე მიყვება ადამიანს და მერე აზიანებს, რადგან გაბრაზებულია და შენ მიზეზი მიეცი, იმიტომ რომ მის სახლში არიცი როგორ მოიქცე. გაღიზიანებული მოუსვენებელი სულების სახლში არიცი როგორ მოიქცე. ამის გამო მიზეზს თუ მიცემ, ისე შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან შენზე, რომ შემდეგ შეიძლება გამოყვეს და რაღაცეები ცადოს. ასევე სასაფლაოზე შავი მაგები რეგულარულად მუშაობენ და გამუდმებით ამ მოუსვენებელ სულებს იყენებენ სიკვდილის მაგიისთვის. ეხლა ამას წინათ ერთმა დადო საფლავზე ვიყავი და წმენდდიო, აღდგომისთვის ამზადებდა. ფოტო ამოყვა სილასო და ფოტო ედო 5 წლის ბავშვს თვალებში ნემსები აქვს გაყრილი. 5 წლის ბავშვი არის გაკეთებული გარდაცვლის შავი მაგია, საფლავის მაგია. ხვდებით რა ხდება სასაფლაოზე ყველაფერთან ერთად? და სასაფლაოზე კი არა, იმ ადამიანში რა ხდება, ვინც ეს შეუკვეთა 5 წლის ბავშვზე და ვინც ამას აკეთებს შავი მაგით. აცნობიერებთ რა კოშმარში იმყოფებიან შიგნით? ყველაფრის მკადრებლები არიან, აღარ დარჩა იქ აღარაფერი ადამიანური, გესმით? და თქვენ გონიათ, შავი მაგია ცოტა კარგი იქნება ან ცუდი იქნება? ბოლომდე ცუდია, რადგან დემონი ყავს და დემონთან მუშაობს და იქ არის. ცოტაოდენ მექანიკას აგიხსნით, რა ხდება სასაფლაოზე, ამ შავ მაგიაში. როდესაც შავი მაგი მიდის სასაფლაოზე, ის იცავს ძალიან ფუნდამენტურ წესებს. ჩუმად უნდა იყოს, ტელეფონი გათიშული აქვს, რომ ხმაური არ იყოს, არ აწუხებს დიდად არაფერს, ნებართვას იღებს კონკრეტული ბნელი სულისგან, ვისაც ის სასაფლაო აქვს ჩაბარებული და მთელი რიგი პროტოკოლები ეხლა ღრმად არ შევალ. შემდეგ ეძებს საფლავს და საფლავით ეხლა როგორ ხვდება შავი მაგი, რომ იქ მოუსვენებელი სულია. ეტყობა ხოლმე მოუსვენებელი სულის საფლავს, თავად ფიზიკურად ზიანდება საფლავი. ეხლა ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მასე ყველაფერი ზიანდება. არა, ეტყობა. მაგალითად, საფლავის ქვა იბზარება ხოლმე და ნატეხები აქვს ხოლმე გარემოს. რატომ? იმიტომ რომ მოუსვენებელი სული არის უდიდეს დესტრუქციაში და ეს დესტრუქციული ენერგია ვლინდება მატერიის გატეხვაში, დაბზარვაში, ანუ დამანგრეველი ენერგია ასევე მოქმედებს გარემოზე და შავი მაგები რომ მიდიან, ესე ხვდებიან რომელია მოუსვენებელი სული. საფლავის მიხედვით, ვიზუალურად, თუ მესამე თვალი კარგად არ აქვს
გახსნილი და ნახეთ იმ სულს იყენებს აბამს ხო თქვენი ოჯახის წევრის სულს იყენებს ის კონკრეტულ საფლავში იმიტომ კი არ დებს თვალებში ნებსებ გარჭობილს იმიტომ აკეთებს ამას რომ იმ სულს უბრძანებს შავი მაგიით აბამს ბრძანებებს აძლევს სხვა გზას არ უტოვებს და უგსევს იმ ბავშვს ანუ უბრალოდ ფოტოს კი არ დებს სასაფლაოში არამედ კონკრეტული საფლავის სულს უგსევს გესმენთ და ესე დაგეშილი ძაღლები ვიტყავთ სულები და აწვალებენ აწამებენ და 1000 პროცესებს აკეთებენ და მასეთ სივრცეში რომ შედიხარ მაგ არის უამრავი მოუსვენებელი სული და დაგეშილი სული უამრავი ადამიანები გარდაცვლილები რომ ყავთ და ასე შემდეგ ზოგიერთ სულს არც უნდა რომ ესქნას მაგრამ ესენი აიძულებენ რიტუალებით აბამენ ადამიანს იმაშვებიან ამაშვებიან და კასიშვილი ხმას არცემს რომელი ერთი გამოვა და იტყვის აჰ რას აკეთებთ ამას არავინ ხმას არ იღებს და არავინ არაფერს არ გასწავლის ამიტომ სასაფლაო არის ნეკროენერგიის კონცენტრირებული პორტალი სადაც უნდა მოიქცე კონკრეტული მექანიკით ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ ნებისმიერ სულს გამოიყენებს ვერა მოსვენებული სული თუ არა არის იქ არის ის სული და მოუსვენებელ სულს ბოროტად ვინც იცხოვრა არავინ რომ არ ლოცულობს ამ სულზე თავიდანვე ცუდად იცხოვრა გარდაცვლის შემდეგ ვერსად ვერ წავიდა ჩარჩა დედამიწაზე შავი მაგი მიდის იყენებს როგორც იარაღად ხოლო თქვენი ნაცსავები რომლებიც კეთილშობილურად ცხოვრობდნენ ღირსეულად ცხოვრობდნენ და ბოროტებებში არ იყვნენ ისინი არ არიან ჩარჩენილები მათ ვერ გამოიყენებს მაგრამ აკეთებენ რაღაც რიტუალებს რომელიც სულს ხელს უშლის მოკლედ ბევრ სიბინძურეს აკეთებენ და ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი არიან და რამდენი წლები მუშაობენ და რამდენჯერ გააკეთეს ეს სიმახინჯეები და ყველაფერი რაც აგიხსენე ამ ყველაფერს თავი რომ დაანებო გარემო არ არის უსაფრთხო შენთვის მაგრამ უსაფრთხოა რასაც მოგიყვები ისე თუ მოიქცევი უბრალოდ ამბავი იმაში არის რომ სასაფლაო არის ენერგეტიკულად დანაღმული ველი და ეს ნაღმები აქტიურდება ხმაურზე საკვების მირთმევაზე სასაფლაოზე აგიხსნი ყველაფერს პირველ რიგში გააცნობიერეთ რომ სასაფლაო არ არის გასართობი ადგილი ცალკე პორტალ სამყაროა ნეკროენერგიის სადაც უამრავი მოუსვენებელი სული და არსი ერთად არიან იმ სივრცეში სადაც უნდა მოიქცე დიდი მოწიწებით სიფრთხილით სიჩუმით და სხვა დანარჩენით რასაც ეხლა ვიწყებ მოყოლას როგორ უნდა მოიქცე ისე რომ გარანტირებულად დაცული მიხვიდე მიაგო პატივი გარდაცვლილს და გარანტირებულად უსაფრთხოდ წამოხვიდე პირველი რაც მნიშვნელოვანია ეს არის ის რომ ხმადაბლა ისაუბრე როცა საფლავზე მიხვალ ტელეფონი გადაიყვანე მიუცე რომ ტელეფონის ზარი რომ შემოგივა ხმაური არ იყოს შენგან მოკლედ პირველ წყარო რაც უნდა გააკეთო ეს არის მაქსიმალურად მშვიდით მიხვიდე იქ რომ ხმები ხმამაღალი და ეს ღრიანცელი და ეს ყველაფერი არ ქნა ეხლა მოდი ერთ პატარა ნაწილს შევეხები და გავაგრძელებ მშვიდით რატომ უნდა მიხვიდე იქ შენ თუ დესტრუქციულ ენერგიაში ხარ სტრესში ნეგატივში ამ ფიქრებში შენი ეს ფიქრები არის მათი იდეალური საკვები შენ თავად ეუბნები მოდი მიმირთვითო ბნელის მდგომარეობაში არიან ის მოუსვენებელი სულები დაბალი არსები და შენ თუ სტრესში ხარ შენ ამ ენერგიას აფრქვევ ეხლა ვიღაც კამფეტებს რომ გესროდეს ან შოკოლადებს რომ გესროდეს ან გემრიელ კერძებს რომ გესროდეს თან მაგარი მშიერი იყო აი ზუსტად ესეთ რაღაცას აკეთებთ როცა საფლავზე მიდიხართ და ტირიხართ და გვემავთ იზიდავთ მათ ამ ბნელ ენერგიას აფრქვევთ და როგორც სვავები ისე გესევიან საფლავზე და უფრო მეტად გიღმავდება იმ მომენტში სევდა და მერე გაყვება ადამიანს თუ გაყვა შეხედავს კიდე იქ სიტუაციას გაყვება სახლში ეს გავიგეთ ემოციურად უნდა იყო მშვიდად რომ ეს დესტრუქციული ენერგია არ დაწვა რადგან ესენი ამით იკვებებიან ყველა ბნელი ამით იკვებება ყველა დემონი ამით იკვებება შენი დესტრუქციული ენერგიით ის გიბიძგებს რომ დესტრუქციაში წახვიდე რომ ეს ენერგია დაწვა შენი ღვთიური ენერგია უნდა იყოს სიყვარულში და ამის ნაცვლად ბნელში წვავდა ეს არის მათი საკვები ეს გავიგეთ ხმაურით არ უნდა იხმაურო რადგან მოუსვენებელი არის გაღიზიანებულია და შენი ხმაური მას აღიზიანებს და ისე გაგიბრაზდება შენს ვერ მიხვდები ისიც კი ვერ მიხვდება რატო ვეღარ გიტანს წარმოუდგენლად რადგან დენთის კასრივით არის ერთი ასანთი საკვრა უნდა მიზეზს ეძებს გაღიზიანებულია ამიტომ სიჩუმე სიმშვიდე ბალანსი ემოციური და ფიზიკური გამოვლინებით ხმა უნდა იყოს დაბალ ტონალობაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს განსაკუთრებით რადგან ყველა ღრიანცელშია ყველა ამბავშია და ყველა სული გაღიზიანებულია იმ დღეს აბა ჩემი ოჯახის წევრის გარდაცვლილი სულიც გაღიზიანდება შენი გარდაცვლილი ოჯახის წევრი არ არის აქ საფლავი უბრალოდ კავშირისთვის არის ის სულები რომლებიც საფლავთან არიან მოუსვენებელი სულები არიან რომლებიც ვერ გადავიდნენ უფლის სახლში თუმცა შენ რომ მიდიხარ და პატივს მიაგებ მიდის ეს გარდაცვლილი სულთან ოღონდ აქ არა იქ ხოლო ესენი მოუსვენებელი სულები აქ
არიან იქვე საფლავთან სასაფლაოზე ესე იგი სიჩუმე გავიგეთ და ემოციური მშვიდი მდგომარეობა გავიგეთ რადგან მშვიდში თუ არ ვართ გვეკრებიან ჩვენ თავად ვიზიდავთ ვიწვევთ მშვიდი და ემოციური მდგომარეობა მეორე ფუნდამენტური საკითხი რაც არის არანაირი საკვები არ უნდა მიირთვა სასაფლაოზე არანაირი დაიმახსოვრე ეს და სასაფლაოზე რასაც წაიღებ ესეც კარგად დაიმახსოვრე უკან არ წამოიღო პლასმასის თებშები წაიღე და ჭიქები ყველაფერი დატოვე მანქანაში რაც შეგიძლია ალბათ ვიღაცა იფიქრებს ეხლა რომ აუ ეს ცოტა ფანატიზმში გადავიდა ეხლა მექანიკით დაგისაბუთებთ ფიზიკით დაგისაბუთებთ რატომ არ უნდა წაიღოთ იქ რაღაცეები და მე სახში რატო არ უნდა წამოიღოთ და რატო არ უნდა მიირთვათ იქ საკვები რატომ არაფერი არ უნდა ჭამოს სასაფლაოზე და რატომ არაფერი არ უნდა წამოიღოს სასაფლაოდან სახლში ჩვენ დასაწყისში გავიარეთ რომ სასაფლაო არის ერთი დიდი ნეკროენერგიის პორტალი ყველა ეს გარდაცვლილი სხეულები სულები მოუსვენარი ყველანი ესენი ერთობლიობაში ქმნიან ერთ დიდ ბნელ ენერგიას და ნახე შენ რომ საკვები მიგაქვს სასაფლაოზე ხო ჩამოდე სადღაც რომც არ ჩამოდო მაინც მაგრამ მაინც ხო ჩამოდე სადმე დადე მიწაზე იქ თუნდაც ცელოფნით დადე რა მნიშვნელობა აქვს ამ საკვებმა შეიწოვა ყველა ეს ნეკრო საფლავის ენერგია და ნახე შენ რომ ამას ჭამ პირდაპირ უშვებ შიგნით ამ ნეკრო ენერგიას მაშინ ეხლა კითხვას დასვამთ კი მაგრამ მე რომ მივდივარ ჩემი სხეულით ამ ნეკრო ენერგიას არ ვიღებ არა რატომ სხივგარსი შენი აურა გიცავს რომ ნებისმიერი ეს დესტრუქციული ენერგია შევიდეს შენში მაგრამ როგორც კი შენ ამ რადიაციული დესტრუქციული ენერგიით დამუხტულ საკვებს იღებ და პირში უშვებ შევიდა აურის შიგნით და მორჩა შენ სხეულშია ეს დესტრუქციული ენერგია როგორც კი მიიტანე საფლავზე დაიმუხტა ამ ენერგიით საკვები უკვე რადგან კონცენტრირებული ნეკროენერგიაა იქ სასაფლაოზე ამიტომ არ შეიძლება არაფრის ჭამა იქ ამიტომ არ შეიძლება რაღაც წაღება და მე სახში წამოღება იმ ენერგიით იტვირთება მარტივად გელაპარაკების სასაფლაო არის ერთი დიდი კონცენტრირებული მკვდარი ენერგიის პორტალია თან კონცენტრირებულია ბევრია ერთად მაშინ არაფერი წავიღო კი წაიღე კვერცხი გადააგორე წაიღე პასკა ანთე სანთლები დაილოცე მშვიდად გაიხსენე გარდაცვლიზე კარგი მომენტები არიგვემო მიიზიდაო მოუსვენებელ სულებს მაგ გვემაზე ცხოვრობენ და მაგას ჭამენ და შენივე ხელით ართმევ მოდი შემჭამეო და იწვევ და მე მოყვება თუ ძალიან გემრიელი ხარ ამიტომ გაიხსენე საუკეთესო მომენტები გაიხსენე კარგი ამბები გარდაცვლილზე 7 ტონით ისაუბრეთ არიხრიალოთ არიცინოთ ზედმეტად მაღალ ხმაზე 7-ით იყავით ლოცვები წაიკითხე საკმეველი ბევრი იყიდე და გააბოლე მთლიანად საფლავი დადე იქ და გაბოლდება გაწმენს ეხლა კვერცხი რა არის მოდით კვერცხის გადაგორებამდე ფუნდამენტს აღიხსნით შავი მაგები როცა რაღაც შავ რიტუალს აკეთებენ იღებენ კვერცხი არ არის ცუდი გიხსნით რა არის კვერცხი იღებენ კვერცხს და ამ კვერცხში დებენ კონკრეტულ პროგრამას მაგალითად რა უნდა ქნას გარდაცვალოს აწამოს დააშოროს თუ რა ქნას და შემდეგ უდებენ ან სახურავში ან სადღაც და ნახეთ კვერცხი არის ცოცხალი ის ხომ დიდხანს ძლებს და კვერცხში ამ პროგრამას რომ დებენ ეს კვერცხი ინახავს დიდი ხნით ამ პროგრამას დიდი ხნით მუშაობს შავი მაგიის პროგრამა და სამწუხაროდ კვერცხს იყენებენ იმისთვის რომ ეს პროგრამა დიდხანს გაგრძელდეს ეს ზემოქმედება ასევე არსებობს კვერცხით წმენდა ან კვერცხი არის როგორც აკუმულატორი რასაც ჩატვირთავ იმას შეინახავ და გამოასხივებს თან კვერცხით წმენდა რატომ არის იმიტომ რომ კვერცხი იკრებს ამ დესტრუქციულ ენერგიას და შიგნით ინახავს და მე მასეთი კვერცხი ადამიანს თავზე ავლებენ კვერცხით წმენდა ესე არის და მე ჩაფლავ მიწაში და მიწა გაანეიტრალებს ნელ-ნელა და ნახეთ ჩვენ რომ კვერცხს ვაგორებთ საფლავზე ამ გადაგორების პროცესში ტრიალის პროცესში კვერცხი იღებს ამ დესტრუქციულ ენერგიას თუ რამე არის საფლავზე წმენს კვერცხი და შენ რომ ამ კვერცხს მერე ჭამ ეს არის კატასტროფა ცუდი კი არა კატასტროფა ეს შედეგი ვლინდება თვეების მერე ადამიანი ვერ გძნობს ამას ცუდად ვლინდება გაწმინდე საფლავი და მიირთმევ ეს იგივე არის ეხლა სერიოზული შხამი რომ მოწმინდო პოლისტილოთი სერიოზული შხამი თან ისეთი კი არა აი ძალიან სერიოზული შხამი და მე რომ ეს პოლისტილო გაწურო და დალიო პირდაპირ რატომ არავინ არ აგიხსნათ ეს ან რატომ არავინ არ ლაპარაკობს ამას გასაგებენაზე ასეთი შეცდომების შედეგად ადამიანი ზიანდება და რატო არ გაღიზიანებული საფლავზე ვიყავი და მე გაღიზიანებული და ეს რატო ხარ გაღიზიანებული და არიცი როგორ მოიქცე საფლავზე ამიტომ გადაგორებული კვერცხი წმენს და დატოვე ის უკვე ის მწერები გადაამუშავებენ ანუ ბუნება გადაამუშავებს დატოვე პასკა ყველაფერი წაუსხი ღვინო მოიხსენიე ღირსეულად ლოცვები წაიკითხე და მშვიდად მიდი არ იღრიალო არ დალიო არ
გასვა არ ჭამო, შვიდად მიდი, წამოდი და გადაყარე ნაგვისურნაში ყველა ის პლასმასის ჭიქები თუ რაც იქნება. მაქსიმალურად სახლში არ წამოიღო რაღაცეები. ეს არის უსაფრთხოების მექანიკა, რის მიხედვითაც შენ გარანტირებულად არაფერი არ მოგეკრება და ყველაფერი იქნება მშვენივრად. ეხლა ცოტა ბონუსად მოგვაწვით ინფორმაციას ქალებს. თმები შეიკარით და გაშლილი თმებით არ მიხვიდეთ სასაფლაოზე. ეხლა ამაზეც ვიღაცას გაეცინება, მაგრამ აგიხსნით, სანამ გაგეცინებათ, ჯერ მოისმინეთ. რატომ არის რომ მოძღვრებს გზელით მაქვს და წვერი? რატომ არის ეს წვერი რაღაც ფილმებში ჯადოქრებს წვერი და ეს ყო. ნახეთ, თმები აგროვებს ინფორმაციას. თმები არის ინფორმაციის მიმღები და გადამცემი. და შენ რომ სასაფლაოზე მიდიხარ, არც ინფორმაციის გადაცემა გჭირდება და არც ინფორმაციის მიღება. გაიგე და შენ რომ გზელი თმები გააქვს, გაშლილი, პირდაპირ ამ დესტრუქციულ ენერგიას ისრუტავს შენი თმები ილასოსივით და მერე მიგაქვს სახლში. ამიტომ სასაფლაოზე რომ მიხვალ, თმები შეიკარი და თუ გექნება მანდილი თავზე გაიკეთე. ქართველს მანდილი შემთხვევით კი არ ქონდა. ქართველს ბევრი რაღაც ესმოდა. ეხლა ვიღაც იტყვის ეს შემოიტანეს მუსლიმანებიდან კი არა. ქართველმა კარგად იცის სულიერი ეზოთერია წინაპრებიდან. ამიტომაც მანდილი იცავს გარე დესტრუქციული ენერგიებისგან და ნახე, რატომ არის ასევე ტაძარში რომ თმები უნდა შეიკრა. შენ ფიქრობ რომ თმებს იმიტომ გაკრევინებენ რომ ლამაზი არ იყო და ყურადღება არ მიიქციო სხვა მამაკაცის. აი მოძღვრები ამას გეუბნებიან, იმდენად ვერ ერკვევიან ამ ნაწილში. შენ რომ ტაძარში მიდიხარ და ვიღაც გვერდით ონკოლოგიურზე ილოცება და გვემაშია და ამ ყველაფერში, შენმა თმებმა ეს არ უნდა შეიწოვოს, რადგან აუცილებლად შეიწოვს ამას, ამ განთქმას. ამიტომ თმა შეკრული ხარ ტაძარში. ამიტომ სასაფლაოზე როცა მიხვალ, თმა შეიკარი, ჩუმად მიდი, არ იგვემო, არ იტირო, არ მიიზიდო ამით ბნელები, არ იხმაურო, არ იღრიანცელო, ყველაფერი მშვიდად გააკეთე, კვერცხი გადააგორე, არაფერი იქიდან არ წამოიღო, წამოდი სახლში და სახლში იქეიფე თუ რაც გინდა ქენი. იქ ნუიზამ, დამიჯერე, ნუიზამ ამას. ამიტომ დაიცავი ეს წესები, მრავალბრწყინვალე აღდგომას დასწრებოდეთ, 7 იყოს თქვენში, უფალი გფარავდეთ, ცხონებული იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრების თუ ნათესავების თუ ახლობლების გარდაცვლილი სულები, უფალმა გაანათოს მათი სულები, მშვიდობა გქონდეთ მათ სულებს, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გულებში, დალოცვილები იყავით, მრავალ აღდგომას, მრავალ და მრავალს, დაგლოცოთ უფალმა.